გამარჯობა მეგობრებო, ეს არის კვირა. გავიკეთე ყავა და მინდა გესაუბროთ აი ამ აპლიკაციაზე, Duolingo-ზე. როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ხანია, რაც ვიყენებ ყოველდღიურად, 1351 დღეა. დია. რაზე მინდა ვისაუბრო, ეხლა ვგეტყვით. რა თქმა უნდა, აპლიკაციაზე ვისაუბრებ Duolingo-ზე. ცოტა არ იყოს ძალიან მიკვირს ხალხში რატო არის ამხელა აგრესია ზისხი განსაკუთრებით პოლიგლოტებში. ძალიან ბევრი ვიდეოა YouTube-ზე, სადაც მიწასთან ასწორებენ ამ აპლიკაციას და ვერ ხვდები რატომ. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ამ აპლიკაციით ჩვენ ვერ ვისწავლით ენას, მაგრამ ეს აპლიკაცია გეხმარებათ იმაში, რომ ნახოთ თუ როგორია აი თქვენი არჩეული ენა, როგორ ჟღერს მეტნაკლებად, გაჩნია რომელ ენას აირჩევთ აპლიკაციაში. ზოგ ენას აქვს ძალიან კარგი აუდიო, ზოგს საშინელი, მაგრამ რაც თავარია, შეგიძლიათ ამ აპლიკაციით შეეჩვიოთ ენას. და როგორც ენის მოყვარული ადამიანისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის შეგუება, ენასთან შეგუება, იმიტომ რომ როცა ეგუები რაღაცას ან ვიღაცას, უკვე გესმის, ხო? გესმის, როგორ მოქმედებს აი ეს ვიღაც ან რაღაც. ამიტომაც ყოველთვის როცა ახალ ენას ვიწყებ, პირველი პერიოდი და შეიძლება ეს პერიოდი 1 წელიც გაგრძელდეს, არის შეგუების პერიოდი. უცნაურად ჟღერს, გია, შეგუების პერიოდი ხანდახან შეიძლება გაგრძელდეს 1 წელი, მაგრამ შეგუების შემდეგ, როცა ვიწყებ ენის სწავლას, ძალიან მიადვილდება, ძალიან ადვილია ჩემთვის რთული ენაც კი. მაგალითად იტალიური, იმიტომ რომ იტალიური რამდენჯერმე დავიწყე, როცა საქართველოში ვცხოვრობდი და მივატოვე, მაგრამ შემდეგ უკვე როცა საბოლოოდ გადავწყვიტე, დაახლოებით 1.5 წლის განმავლობაში ვიყენებდი მხოლოდ Duolingo-ს და შემდეგ უკვე საბოლოოდ, როცა ვთქვი, რომ დიახ, მე დავიწყებ ისევ მეათეჯერ ალბათ იტალიური ენის სწავლას, უკვე წიგნებიც შევიძინე და დავიწყე გააზრებულად. ამიტომაც ეს აპლიკაცია არის ჩემი კატა ხმაურობს. ამიტომაც ეს აპლიკაცია არის საუკეთესო იმისთვის, რომ გაიგოთ როგორ მუშაობს, როგორ ფუნქციონირებს ენა და შემდეგ უკვე ამ ყველაფრის მერე გადაწყვეტთ, გინდათ თუ არა ენის სწავლა, გინდათ თუ არა დაიწყოთ აი ეს გრძელი, ხანდახან დამღლელი, მაგრამ საინტერესო გზა. მე უკვე ჩვევად მაგ Duolingo-ს ვიყენებ განსაკუთრებით იტალიური ენისთვის, მაგრამ აგრეთვე Duolingo-ს ვიყენებ ნორვეგიულისთვის, რუსულისთვის, მაგრამ რუსული თითქმის მორჩი, აგრეთვე მთლიანად დავასრულე პოლონური კურსები, პოლონურის კურსები და მხოლოდ ვიმეორებ ხოლმე, მაგრამ იშვიათად ვიყენებ და ზოგადად ისეთი ადამიანისთვის, ვინც დაკავებულია და სისტემატიურად უწევს სამსახურში სიარული, როგორც მე მაგალითად, იმიტომ რომ მე დაახლოებით უკვე 1 წელია ყოველ დღე მიწევს დილის 5:30-ზე ადგომა, შემდეგ დაახლოებით 1:30-ს ვხარჯავ, რომ სამსახურამდე მივიდე და ამ 1:30-ის განმავლობაში ან დავდივარ, ან მატარებელში ვარ და აი ამ დროს ვიყენებ ან პოდკასტის მოსმენაში, ან კიდევ ვიყენებ აპლიკაციებს. გარდა Duolingo-ში მაქვს რამდენიმე აპლიკაცია და სათითაოდ შემიძლია დაგელაპარაკოთ ამ აპლიკაციებზე. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი საყვარელი აპლიკაციები, მაქვს აპლიკაციები, რომელიც ვფიქრობ ძალიან კარგია, მაგრამ დიდად არ მომწონს მათი სტრუქტურა და ასე შემდეგ. მაგრამ Duolingo ეს არის როგორ გითხრათ, დედა ამ ყველაფრისა, მაგრამ ერთი რაღაც ადრეც ვახსენე პოდკასტში და შეიძლება გახსოვთ, იყო ესეთი ძალიან დიდი ხნის წინათ, ალბათ 12-15 წლის წინათ, 15 წლის წინათ შეიძლება, როცა პირველად დავიწყე უცხო ენის სწავლა ჩემით,
ადრე ვთქვი კიდევაც რომ ეს იყო ბრაზილიური და იაპონური, მაგრამ ბრაზილიურს უფრო მეტად სწავლობდი, მახსოვს, სკოლაში დავდიოდი. ამ აპლიკაციის სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ იყო საოცრად კარგი აპლიკაცია, იმიტომ რომ ყველაფერი იყო უფასო, ყველა თავი და აბსოლუტურად დეტალურად იყო აღწერილი ყველა ასპექტი და მე როგორც მახსოვს მაშინ ეს აპლიკაცია გაძლევდა საშუალებას, რომ გესწავლა ესა თუ ის ენა დაახლოებით B2-ის დონეზე. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ესე მახსოვს, შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ ეს აპლიკაცია გაქრა. დღემდე არ ვიცი რა დაემართა ამ აპლიკაციას, მაგრამ ეს არ იყო აპლიკაცია, იმიტომ ტელეფონში არ მქონდა და ვიყენებდი კომპიუტერში იყო, მაგრამ როგორ დამავიწყდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროგრამით ვისწავლე ძალიან ბაზისური პორტუგალიური, ბრაზილიური პორტუგალიური, მაგრამ აი ეს შეგუების პროცესი დაწყებული მქონდა. არ გავაგრძელე, რატო არ გავაგრძელე, ეს უკვე სულ სხვა თემაა და ამაზე შემიძლია სხვა ვიდეოებში ვისაუბრო, მაგრამ შემდეგ მახსოვს, როცა ეს გაქრა მოულოდნელად აღმოვაჩინე Duolingo. კარგი ტელეფონი მქონდა, მაშინ უკვე iPhone-ი ვიყიდე და iPhone-ში უკვე მქონდა ეს აპლიკაცია. მაშინ ძალიან აქტიური სოციალური ცხოვრება მქონდა თბილისში. ხშირად დავდიოდი მეგობრებთან ერთად გარეთ, განსაკუთრებით დასვენების დღეებში, კლუბებში და ასე შემდეგ, ამიტომაც ნაკლებად მქონდა დრო ენებისთვის. სამწუხაროდ, ეხლა უკვე სხვანაირად ვფიქრობ, მაგრამ შემდეგ უკვე დაუბრუნდი. Duolingo-ს დაუბრუნდი აქტიურად, როცა უკვე გადმოვედი საცხოვრებლად პოლონეთში, როცა ვიყენებ ამ აპლიკაციას, მე არ მაქვს რაღაც არარეალური იმედები, რომ მხოლოდ ამ აპლიკაციით ვისწავლი, რა თქმა უნდა, ვერ ვისწავლი მხოლოდ ამ აპლიკაციით, მე ვიყენებ ძალიან ბევრ წიგნს, აი აქეთ მხარეს მაქვს. შემდეგ გაჩვენეთ უკვე ეს წიგნები, მაგრამ პარალელურად მეხმარება ეს აპლიკაციაც, რა თქმა უნდა, რომ აი ეს დრო არ დავკარგო ფუჭად, მაგალითად ერთ დღეში, როცა მაქვს ძალიან ბევრი საქმე, 8 საათი სამსახური პლუს გაკვეთილებს, როცა ვატარებ და პლუს აგრეთვე გზები, სამსახურში წასვლა წამოსვლა და ასე შემდეგ და არ მაქვს თავი იმისა, რომ წავიკითხო წიგნი სახელმძღვანელო გამოვიყენო, რას ვაკეთებ, უბრალოდ ვთავ აპლიკაციას, Duolingo-ს ან სხვა აპლიკაციას და ერთ დღესაც არ ვკარგავ. ვცდილობ მაინც რომ არ დავკარგო ერთი დღე, თუნდაც რომ არ მოვისმინო, პოდკასტის გარდა, რა თქმა უნდა, პოდკასტს ალბათ ყოველთვის ვისმენ, მაგრამ პოდკასტს ძირითადად ვუსმენ ინგლისურად, პოლონურად და ხანდახან ქართულად, მაგრამ ძირითადად ამ ორ ენაზე ვუსმენ პოდკასტს. დიახ, მოკლედ რო გითხრათ, Duolingo არის ძალიან კარგი აპლიკაცია, რომ შეეჩვიოთ ენას, აი მენებს, რასაც ეს აპლიკაცია გთავაზობთ, მაგრამ დიდი ხანია ველოდები, როდის დამატებენ სპარსულს. ძალიან მინდა. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს თქვენ თუ იყენებთ Duolingo-ს ან რომელ აპლიკაციას იყენებთ და თუ არ იყენებთ, მინდა რომ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, რას ფიქრობთ ზოგადად აპლიკაციის გამოყენებაზე და Duolingo-ზე, ენების დედაზე, ენების აპლიკაციების დედაზე. აღწერაში აგრეთვე არის მოცემული ლინკი, სადაც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი არხის კომაგი და დაეხმაროთ ჩვენს არხს და აუცილებლად გამოიწერეთ არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი YouTube არხი, დაგვაფოლოვეთ, გამოგვყევით Instagram-ზე, Facebook-ზე, Learn Georgian with Roni და დაგველოდეთ შემდეგ ვიდეოსთვის. აბა ნახვამდის და ბედნიერი კვირა.